ვითარებას ჩვენ მოგვიანებით დაუბრუნდებით, მანამდე კი ჯანდაცვის სამინისტრომ ყვარელში 55 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. მეზობლების ინფორმაციით დავით ცეფაშვილი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ერთ-ერთ აფთიაქში შარდენი მედიკამენტი ლაზიქსი ურეცეპტოდ არ მისცეს, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებენ გარდაცვლილის ნათესავები. მათი თქმით, გარდაცვლილი აფთიაქში წამლის აღებლად საერთოდ არ წასულა. ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მამაკაც ექიმის მიერ მკურნალობის მიზნით ლაზიქსი ისედაც დანიშნული ჰქონდა. შესაბამისად რეცეპტით ამ მედიკამენტის მიღება შეეძლო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იმის გამო, რომ ოჯახი მომხდარში არავის ადანაშაულებს, გამოძიებაც არ დაიწყება. მივიდა ორჯერ და არ მისცეს ურეცეპტო რა წამალიოდა. როცა რეცეპტი ნახა, უკვე კაცი დაждდა მაგიდასთან და დაიღუპაო რა. სახში გარდაიცვალა კი. აი მეორე დღისით რო უშოვნია რეცეპტი და უნდა წასულიყო და აიღო რეცეპტის წამალი გამოეტანა, მაშინ დაღუპულა. ავადმყოფობა იქონა, მაგრამ აფთიაქში წავიდნენ და არ მისცეს. იმ დღესაც მართლა იყო აფთიაქში წასული. მეორე დღეს მოხდა? არა, იმ დილით. ანუ აფთიაქში არ წასულა ეს ადამიანი.